გამარჯობათ მეგობრებო. ჩავთვალე რომ საქმის კურსში ჩაგაყენოთ ის ადამიანები, ვისაც გაინტერესებთ და დაინტერესებული ხართ ჩემი სიტუაციით. მოკლედ რომ ვთქვათ, მინდა მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ჩემთან დაკავშირებით, რომ რიგაში ჩემს საცხოვრებელ სახლს, რომელიც არის სადღაც 45 კვადრატი, მოკლედ რიგაში მქონდა უძრავი ქონება 45 კვადრატი ბინა. მოკლედ ამ სახლს გადასახდელების გამო, რომელიც ვერ შევძელი რომ გადამეხადა, ანუ ვერ ვიხდიდი ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე და ჩემი რეპრესიული მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვიხდიდი სახელმწიფო გადასახდელებს, კომუნალურებს და ესევე, როდესაც ევროპაში ფლობ უძრავ ქონებას, ამის გადასახადს ვიხდი სახელმწიფო გადასახადია ჩვეულებრივი, რომელიც ვერ გადავიხადე, ვერ შევძელი ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე და მოკლედ ჩემ ბინას სავარაუდოდ ცოტა ხანში აუქციონზე გაყიდიან. ანუ სავარაუდოდ კი არა, ზუსტად გაყიდიან რა აუქციონზე ჩემ სახლს სახელმწიფოს ვერ გადაუხადე გადასახადები. მოკლედ აი ეს ინფორმაცია მინდოდა მომეწოდებინა თქვენთვის და რა ვიცი, გამეჟღერებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემი სიტუაცია აინტერესებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრს ვერ ვილაპარაკებ, ალბათ ზუსტად გესმით, ეს ჩემთვის როგორი ემოციური დატვირთვაა და რა ვიცი, ეს პირდაპირ უბრალო ენით რომ ვთქვათ, სახლს ვკარგავ ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ну, აი ამ რა ვიცი რა უწოდო რა, ამ ვირთხების გამო და რა ვიცი, ამ ჯალათების გამო, რომლებიც მაწამებენ ამდენი წელია, ეხა პლუს რიგაში რაღაცა 45 კვადრატი მქონდა სახლი და იმასაც ვკარგავ რა. მოკლედ ამის თქმა მინდოდა, რა ვიცი, ეხა ემოციურად ძალიან დატვირთული ვარ, ბევრს ვერ ვისაუბრებ და ბევრი არც არის არაფერი სათქმელი რა, უბრალოდ ვერ გადავიხადე უძრავი ქონების გადასახდელი, კომუნალურები და უძრავი ქონების გადასახადი ვერ გადავიხადე და ჩვეულებრივი ლოგიკური სიტუაცია სახელმწიფო აუქციონზე, რა ვიცი რა, ყოველდღე ველოდები რომ სახლი გამიყიდოს სახელმწიფო აუქციონზე რა, ისინი სამართლებრივად უდგებიან საკითხს და რა თქმა უნდა რა, ვერ გადავიხადე და შესაბამის პასუხსაც მივიღებ რა, გამიყიდიან სახლს რა. ესე რომ ვთქვათ რა. ინასარ მინდა გავცე ესეთ კითხვას პასუხი, ალბათ ვიღაცეებს გაუჩნდებათ ესეთი კითხვა, რომ რატომ არ ვყიდი ამ სახლს თუ ესეთი პრობლემები მაქვს. აი ამ კითხვას მინდა წინასწარ უპასუხო. ჯერ ერთი ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე, რომელიც მიტაცებული აქვს ვირთხა ბიძინა ივანიშვილს, ბინას კი არ უნდა ვყიდიდე, უნდა ვყიდულობდე. ეს ერთი. აი ამ სახელმწიფო მანქანა მოვიდა და ბიზნესი წამართვა. აქედან გამომდინარე, ვამბობ ამას, რასაც ვამბობ. ეხა მე სახლს კი არ უნდა ვყიდიდე, სახლებს უნდა ვყიდულობდე. სახელმწიფო მანქანას რომ ჩემთვის ბიზნესი არ წაერთვა, კერძოდ ვირთხა ბიძინა ივანიშვილს. ეს ერთი. მეორე ის, რომ სახლს ვიყავი ჩასული რიგაში, შევეცადე გაყიდვა, დაჟე რაღაცა გაყიდვა შევეცადე და პლუს შევეცადე იმასაც, რომ იქნებ რაღაცა კრედიტი ამეღო და რაღაცა ჩემი მდგომარეობა მომეგვარებინა. ვერ შევძელი, ვერც კრედიტი ვერ ავიღე, ვერც გავყიდე სახლი, მე პირდაპირ რომ ვთქვათ, ფული აღარ მქონდა და დავბრუნდი საქართველოში, გამითავდა იქ ყოფნას ხომ რაღაც ხარჯი აქ არა და
ამ ხარჯს ვევწევდი და დავბრუნდი საქართველოში. ეხლა ვერ მივდივარ რიგაში, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მაგ საფუძვლიანი ეჭვი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოდან რო გავიდე ეს გოთვერანი, სიაფანდი, ვირთხა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აღარ შემომიშვებს. რო შემოვიდე ქვეყანაში, რომ შემოვალ ქვეყანაში, ჩემი ვარაუდით და ჩემი ეჭვით მეტყვიან რომ ჯარი მაგაკ გადასახდელიო, რომელსაც ვერ გადავიხდი 5000 ლარს მე დღეს ვერ გადავიხდი. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქვეყანა რო დავტოვო და გავიდე ქვეყნიდან, უკან აღარ შემომიშვებენ. აქედან გამომდინარე ვარ დაბლოკილი, ესე ვთქვათ რა, აქედან ვერც იმ საქმეს ვერც გავყიდი, ვერც ვერაფერს ვერ უზავ, ქვეყნიდან ვერ გავდივარ. და მოკლედ რა თქმა უნდა სახელმწიფო გადასახადებს, ანუ სახელმწიფო გადასახადში გულისხმობ კომუნალურებს და უძრავი ქონების გადასახადს, აი ამ ეს გადასახადები დაგროვდა, საკმაოდ ისეთი სერიოზული თანხამდე მივიდა და სახელმწიფო, რა ვიცი, აი ყოველდღე ველოდები რომ სახელმწიფო აუქციონზე გაყიდის. მე დღეს ბინას აუქციონზე კი არ უნდა მიყიდიდე და ან მე თვითონ კი არ უნდა ვყიდიდე ბინებს, დღეს მე ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე ბინებს უნდა ვყიდულობდე. აი ბიძინა ივანიშვილის ვირთხა ბიძინა ივანიშვილის ხროვა რო თავს არ დამსხმოდა და სახელმწიფო მანქანით არ წაერთვათ ჩემთვის ბიზნესი. დღეს მე რეალობაში ბინებს უნდა ვყიდულობდე, კი არ უნდა ვყიდიდე და სახელმწიფო კი არ უნდა მიყიდიდეს აუქციონზე. დღეს უნდა ვყიდულობდე მე ბინებს 100%-იანი დამსახურებით ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე. აი ეს ვირთხების ხროვა სახელმწიფო მანქანით რო თავს არ დამსხმოდნენ და არ წაერთვათ ჩემი ბიზნესი. მე ვბრძოლობ და ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ ჩემი სამართლებრივი გზით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი გზით ვიბრძოლებ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სადისტი, პირდაპირ მნიშვნელობით სადისტი მანიაკები ციხეში დალპებიან. ჩემი აზრით, ჩემი ყველაფრით და ჩემი მოსაზრებით ვამბობ, რომ დღეს ციხეში თუ ვინმე უნდა იჯდეს, უნდა იჯდნენ ეს მანიაკები, აი პირდაპირ მნიშვნელობით, რასაც ქვია მანიაკები. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მე ამას მივაღწევ. ეხლა ნორმალურ ადამიანებს ბოდიშ გიხდით და დანარჩენებს, ვისაც მონაწილეობა გაქვთ ჩემი ბიზნესის წართმევაში, ქართულ დიასამიძეს, ლევან ახვლედიან, ყუბა გიგლენიას, მიხო სვანიძეს, ოტარ ბარცხალაძეს, ლევან ახვლედიანს მგონი უკვე ვთქვი, მოგიწყანთ დედის მუტლები, თქვენი დედა შევეციმე. აი უკაცრავად, ალბათ ყველას გაგიგიათ ესეთი გინება და გამომდინარე ჩემი ემოციური მდგომარეობიდან ბოდიშ ვიხდი ნორმალურ ადამიანებთან რა. მოკლედ დავასრულე საუბარი 28 ოქტომბერია 2025 წლის ნახვამდის. კიდევ ერთხელ ნორმალურ ადამიანებს ბოდიშ ვიხდი.